გამარჯობა, მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბების სპეციალური ეპიზოდია. სპეციალურად 10,000 გამომწერისთვის იქნება გათამაშება. 10,000 მადლობა თქვენ თითოეული გამოწერისთვის, ვიდეოს დალაიქებისთვის, თბილი კომენტარისთვის და ასე შემდეგ. ამ გადაცემის კომენტარები ალბათ რეკორდული რაოდენობის იქნება, რადგან სწორედ კომენტარებიდან აირჩევა გამარჯვებულები. 3 იღბლიანი თქვენგანი მიიღებს იმ შესანიშნავ პრიზებს, რომელიც ჩვენმა მეგობარმა კომპანიებმა დააწესეს. ამისთვის მადლობა გვინდა გადაუხადოთ კროკოს, ასევე დიდი მადლობა კომპანია ასკანელს და რასაკვირველია მადლობა შაქრობაბუას წიგნების მაღაზიას, რომელმაც გამომცემლობა არტანუჯის არაჩვეულებრივი წიგნები შემოგთავაზა. ასე რომ იაქტიურეთ ამ გადაცემის კომენტარებში და 3 თქვენგანი გახდება გამარჯვებული. შემთხვევითობის პრინციპით, რა თქმა უნდა. ახლა კი დღევანდელი ამბები. ლომი და ვეფხვი. ამ ამბავში გალაქტიონზე და კონსტანტინე გამსახურდიაზე მოგიყვებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ადამიანს მაინც და მაინც შესანიშნავი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ორივე აფასებდა ერთმანეთის ნიჭს და შემოქმედებას. სხვათა შორის კონსტანტინე გამსახურდია ძალიან ნანობდა იმ ფაქტს, რომ გალაქტიონის სიკვდილის დღეს არ მიესალმა და არ მოიკითხა პოეტი. ვინ იცის, რომ შეჩერებულიყო და დალაპარაკებოდა გალაქტიონს, შეიძლება სულ სხვანაირად დამთავრებულიყო ის დღე ჩვენი ბუმბერაზი პოეტისთვის. ახლა კი იმ დროზე მოგიყვებით, როცა ეს ორი ქართველი პოეტი და მწერალი საგურამოს მწერალთა სახლში ისვენებდნენ. თურმე ყოველდილით კონსტანტინე გამსახურდია ასე ესალმებოდა გალაქტიონს. გამარჯობა, ლომო! გალაქტიონი კი ასე პასუხობდა: გაგიმარჯოს, ვეფხვო! ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. გამარჯობა, ლომო, გაგიმარჯოს, ვეფხვო! გამარჯობა, ლომო, გაგიმარჯოს, ვეფხვო! ერთ დილას კი კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა მიმართვა. რა თქმა უნდა, ვეფხვი კარგია და ცხოველთა სამყაროს მშვენიერებაა, მაგრამ ლომი მაინც ლომია, ცხოველთა მეფე. ბოლო-ბოლო. ამიტომ კონსტანტინემ ასე მიმართა გალაქტიონს. გამარჯობა, ვეფხვო! რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ გალაქტიონი საპასუხოდ ეტყოდა: გაგიმარჯოს, ლომო! ეს უკვე სულ სხვა აღიარება იქნებოდა დამეთანხმებით. გალაქტიონისთვის ასეთი მიმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, პოეტი მიუხვდა გამსახურდიას ჩანაფიქრს. რამდენიმე წამით დაფიქრდა და უპასუხა: გაგიმარჯოს, კოცია! რა თქმა უნდა, იქ ერთადერთი ლომი იყო და ისიც გალაქტიონი. ბაირონი და ქართველი გოგონა. თურმე ბაირონმა ალექსანდრიაში მონათა ბაზარში შემთხვევით ნახა ერთი ქართველი გოგონა, რომელიც შველას ითხოვდა. გამოჰკითხა და გაიგო, რომ ყოფილა თბილისელი დიდებულის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ქურთებმა გაიტაცეს. ბაირონი არც დაფიქრებულა გადაიხადა 800 პიასტრი, გამოისყიდა გოგონა და მიაბარა ინგლისელი კონსულის ოჯახს იმ მიზნით, რომ მშობლებისთვის დაებრუნებინათ. ქარავანი, რომლითაც გოგონას გამგზავრება შეიძლებოდა, ახალი წასული იყო და 3 წელიწადში ერთხელ გადიოდა. ამიტომ ბაირონი მოძებნის კერძო პირს ვინმე ჰენრი ფლეჩერს, ირლანდიერს. ჩააბარებს ბავშვს, გადაუხდის ფულს და მშობლებთან გაატანს. ამასთან თადარიგიც დაიჭირა, ბიჭურად ჩააცვა და თმაც შეჭრა. ფლეჩერმა წაიყვანა გოგონა, მაგრამ გავიდა თვეები და არაფერი ისმის. ბაირონმა თურქი კურიერის მეშვეობით გადაამოწმა და გაიგო, რომ ფლეჩერი მართლაც ჩავიდა თბილისში, მაგრამ გოგონა არავის აჩვენა. შეკითხვაზე კი თურქ კურიერს უპასუხა, ბაირონმა ის თავისთვის დაიტოვაო. ბაირონი მიხვდა, რომ უღალატეს. დაიწყო გოგონა ზებნა. ფაშას მეშვეობით მან მოძებნა ფლეჩერი. ეს უკანასკნელი შეიპყრეს. ახალგაზრდა ქალში კი ბაირონმა ის გოგონა ამოიცნო, რომელიც სამშობლოში გაამგზავრა. ირლანდიელს ძალა ეხმარა ახალგაზრდა ქალზე და ხასად გაეხადა. ტანჯვისა და იმედგაცრუებისგან გოგონას ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული. თუმცა ბაირონის დანახვამ ძალიან ააღელვა. ბაირონმა აღუთქვა, რომ აღარ მიატოვებს და ქარავანს გააყოლებს და არა ვიღაც არაკაც შემთხვევით მოგზაურს. თუმცა ქარავანი 9 თვეში გადის. ამიტომ ბაირონი სანდო ოჯახს მიაბარებს ქარავანის გასვლამდე გოგონას. თვითონ კი მოგზაურობას განაგრძობს. მისი არყოფნის დროს გოგონა ცუდად ხდება. ოჯახმა ჰაერის გამოცვლის მიზნით კრეტაზე წაიყვანა, სადაც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ნათქვამია, რომ იგი დაკრძალულია ბერძენთა სასაფლაოზე, ქალაქ კანდეაში, ახლანდელ ირაკლიონში. ამჟამად ქალაქი გაიზარდა და სასაფლაო აღარ არსებობს. არც ის ვიცით რა ერქვა, არც ის ვიცით რომელი ოჯახიდან იყო და როგორც გითხარით, აღარც საფლავი ვიცით.
ნეტავ რამდენ ასეთ ტრაგიკულ ქართულ ამბავს ინახავს ისტორია. ვანო სარაჯიშვილი და ნატო ვაჩნაძე. ლეგენდარული ნატო ვაჩნაძე ასევე ლეგენდარულ ქართველ მომღერალსა და მსახიობზე ვანო სარაჯიშვილზე იხსენებდა. 1923 წლის ზაფხულში ჩვენი კინომრეწველობა შეუდგა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის მამის მკვლელის მიხედვით სურათის გადაღებას. ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ვანო სარაჯიშვილი. ის ასრულებდა იაგოს როლს, მე ვთამაშობდი ნუნუს. ვისაც ვანო სარაჯიშვილი უნახავს სცენაზე, მისთვის დიდი სიამოვნებაა ცოცხალი და მოძრავი იხილოს ის ეკრანზე. ვანო სარაჯიშვილმა კინოში მოიტანა არა მარტო თავისი გამოცდილება, არამედ საუკეთესო სცენიური ტრადიციები და ის თავისებურება, რომელიც ამ დიდხელოვანს ახასიათებდა. მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სულ 16 წლის გოგონა. ადვილად წარმოიდგენთ თუ რა სიხარული იყო ჩემთვის ვანო სარაჯიშვილის პარტნიორობა. მე ვთამაშობდი იმ ადამიანთან, ვინც ქართული ხალხის სიყვარული იყო. ხოლო ჩემი ხნის ახალგაზრდებისათვის ნამდვილი კერპი. სარაჯიშვილი მაშინ 45 წლის იყო, მაგრამ ნახეთ ის ეკრანზე და დარწმუნდებით, რომ სხვა ნიჭთან ერთად ბუნება მის საოცრად დაზოგა და შეუნარჩუნა ახალგაზრდული შეხედულება, დიდი ტემპერამენტი და მომხიბვლელობა. სარაჯიშვილი თავიდანვე დიდი სერიოზულობით მოეკიდა საქმეს. აპარატის წინ დგას ვანო სარაჯიშვილი, იაგო. უკან კი აპარატია, ოპერატორი, რეჟისორი, მისი თანაშემწეები, ასისტენტები, მსახიობები, საჭირო ტექნიკური პერსონალი და ასე შემდეგ. იწყება გადაღება სცენისა, სადაც იაგომ სიყვარული უნდა გამოუცხადოს ნუნუს. აი, საცა უნდა ამუშავდეს აპარატი, როცა უეცრად სარაჯიშვილმა უკმაყოფილოდ გადახედა აპარატს მის გარშემო მდგარ ხალხს და საყვედურით მითხრა: რას გავს ეხა ეს ამბავი? როგორ გამოვამჟღავნო ჩემი სიყვარული, როცა ამდენი ხალხი და შენი ქმარიც კი აგერ დამდგარა. შემომცქერიან და ერევიან ჩემს საქმეში. არ შეიძლება განა ეს სცენა გადავიღოთ მოწმეთა გარეშე. რამდენიმე ტრიუკი ამ ფილმში ისეა გაკეთებული, რომ მასში მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობდა სარაჯიშვილი, მაგრამ ის იმდენად გატაცებული იყო თავისი მუშაობით, რომ როცა ბოლოს ეკრანზე ნახა მთელი სურათი, დარწმუნებული იყო თითქოს ყველაფერი მის მიერ იყო გაკეთებული. იყო ერთი ასეთი შემთხვევა. მოქმედების მიხედვით მე ტყეში დავეხეტები. აი, საცა დათვი თავს უნდა დამესხას. ტყეში მართლაც იყო დათვი, მაგრამ მას უკანა ფეხები დაბმული ჰქონდა და გაბრაზებული ღრინავდა. იმ წუთში, როცა ის თითქოს უნდა მეცეს, გამოჩნდება იაგო, ანუ სარაჯიშვილი. მივარდება დათვს, ჩასცემს ხანჯალს და მოკლავს. ეს კადრი გადაიღო აპარატმა შემდეგნაირად. სარაჯიშვილი, იაგო, გადაიღეს ცალკე, გახელებული დათვი კი ცალკე. სარაჯიშვილმა იაგომ მხოლოდ ხანჯალი ამოიღო და რაღაცას ჩასცა. ეკრანზე კი ისე გამოვიდა, თითქოს იაგო ეცა დათვს და მართლაც ჩასცა ხანჯალი. როცა ეს კადრი ნახა ვანო სარაჯიშვილმა, ის იმდენად გაკვირვებული იყო მისი რეალობით, რომ დარწმუნებული შეიქნა, თითქო მართლაც მან მოკლა დათვი. უყურებდა კადრს და ამბობდა: ძალიან მარჯვე კი ვიყავი, არა? ხომ ხედავთ რა საშინელი მხეცია, მაინც არ შეუშინდი და ჩავეც ხანჯალი. ხუმრობა ხომ არაა მისი მოკლა? ყოყოჩობდა თურმე ვანო. ყველაზე უცნაური ამ ამბავში იცით რა არის? ეს ფილმი რომ გამოვიდა, მაშინ ხმოვანი კინო არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, ფილმში თამაშობს ვანო სარაჯიშვილი, მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბრწყინვალე ხმის მქონე ადამიანი. ამ დროს კი უყურებ ფილმს, სადაც ეს ადამიანი თამაშობს და ხმა არ ისმის. სხვათა შორის, ეს ფილმი არ მქონდა ნანახი. ამ ამბის გაგების შემდეგ ვუყურე, არაფერი მესმის, მუსიკაც არ ადევს. შემდეგ კი ჩავრთე ვანო სარაჯიშვილის სიმღერები, რომელიც არქივში იყო შემონახული. არ დაგისპოილერებთ. ჩართეთ, მოусმინეთ და დატკბით. დღეისთვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ კომენტარის დატოვება, შეიძლება ის იღბლიანი თქვენ აღმოჩნდეთ, რომელსაც არაჩვეულებრივი საჩუქარი შეგხვდებათ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. წინ უამრავი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ. მადლობა სპონსორებს გვერდში დგომისთვის და მადლობა თქვენ, ჩვენს ერთგულ მაყურებელს.